გამარჯობა. ხო, მეც მოვისმინე ეს განცხადება, უბრალოდ წინასწარ ესეთ შედეგს როდებენ ეს დეგი რაღაცა. მე მგონი ჩამოყალიბებულები უნდა იყვნენ და არ მგონი ესე მოკლე დროში რომ ეს ჩამოყალიბება მომხდარიყო. მით უფრო ყველაფერს რო თავი დავანებოთ. 5 საათის ინტერვალით ხდება 2 ძლიერი აფეთქება. 5 საათის ინტერვალით ერთი და იგივე ლამის დაახლოებით ალბათ 10 მეტრი არის დაშორება ამ ორ ობიექტს შორის. უკვე თავში აბსურდია როცა ვლაპარაკობთ რაღაცა სხვაზე, იმიტომ რომ ჯერ epizode დავფიქრდეთ რომ მიყოლებით როცა ორი რაღაცა ერთდროულად ფეთქდება, ეს უკვე რაღაცის საგანგაშოს მანიშნებელია, ხო? გარდა ამისა, პირველი აფეთქების შემდეგ, რომელიც დაახლოებით 7 საათზე მოხდა და ეს იცით უკვე, დიახ. კონკრეტულად ჩემს სახლზე მაქვს ახლა საუბარი, რომ იგრძნობოდა გაზის სუნი. ოღონდ იცით როგორ იგრძნობოდა ეს გაზის სუნი? არ იყო აქტიური სუნი, ანუ აი რაღაცა მდგომი სუნი, რომელიც ძალიან საშიშია, ხო? აი სადარბაზოებში ხშირად მინახავს ხოლმე რაღაცა ნაწილობრივ რაღაცა სუნი არის და ბევრ სადარბაზოში არის ეს და დამეთანხმებით ალბათ. უბრალოდ ეს იყო აი მიმავალი და მომავალი რაღაცა სუნი, რომელიც თვითონ ხარი მოიტანდა, წაიღებდა და იქვე ვთქვი, გავედი გარეთ და სამაშველო სამსახურიც იქ იდგა და ვთქვი, რომ ამ კონკრეტულ ფარტში არის სუნი ბუნებრივი აირის და აუცილებლად უნდა გადაშემოწმდეს, იმიტომ რომ უბრალოდ უთხარი რომ არ განმეორდეს იგივე რაღაც, იმიტომ რომ ძალიან შეშინებულები ვიყავით, ხო? ჩვენ 10 მეტრის იქით მოხდა ეს აფეთქება. რაზეც შემომიტრიალდა და მითხრეს რომ არაფერი კაცო ის 114 თუ რა ნომერია ის თბილისი ენერჯი იყო მოსული, გადაკეტეს გაზი და არანაირი პრობლემა აღარ შეგექმნება და ის სუნი რომელიც იქ არის, ალბათ ეს არის იქიდან წამოსული, მე დაგროვილი რაღაცა და განიავდება. ნუ თავისთავად რაღაცა მოვეშვით ჩვენც ხო თითქოს ჩავთვალეთ რომ რაღაცა გამართლა გადაკეტეს. აქ მეორე რამეზე არის საქმე ანუ თქვენ პირადად ხართ ის ადამიანი ლაშა, ვისაც პირადი კომუნიკაცია ჰქონდა, ხო, ამ პირებთან? თქვენ დაარეკეთ, ასევე მიმართავდით ადგილზე და მოკლედ რა შეუძლია ეხა მოქალაქეს ყველა ღონეს მიმართეთ. ეხა ამას რატო მამახვილებ ყურადღებას, რომ ძალიან საყურადღებო პერიოდი იწყება ეხლა შემოდგომის ბოლოდან უკვე და ყველა მოქალაქე უნდა იყოს ძალიან ფრთხილად, მაგრამ რა შეუძლია მოქალაქეს გარდა იმისა, რომ აი თქვენსავით იაქტიუროს? ეხა გეტყვით, ნახე, ეს არ არის დიდი ხნის ამბავი. ბოლო 2 მაქსიმუმ 3 დღის ამბავია, რომ ალაგ-ალაგ ამბობს ვიღაცა, თქვათ მოზობელი, რომ რაღაც სუნი ხო არ იყო, რაღაც სუნი ხო არ იყო. ანუ ესე დაზუსტებულად ჩვენ ამას ვერ ვგრძნობთ, ხვდებით, იმიტომ რომ მასიურად ეს სუნის შენაკადი არ არსებობს. გარდა ამისა, მეორე შემთხვევა რომ მოხდა უკვე ჩემი შემთხვევა და უბრალოდ შოკირებული მდგომარეობა იყო, მე საწოლიდან გადმომაგდო, იმხელა ტალღა ქონდა აი ამ აფეთქებას და უკვე ჩავთვალე რომ დედაჩემი რომელიც ახლოს იწვა უკვე მკვდარია და ნუ ხო ხვდებით მთელი ამბები გავიარე და მაშინ იყო რომ ეგრევე დავრეკე და მოვიდა 2 ადამიანი უზარმაზარი აფეთქების დროს როცა უბნის ბოლოშიც კი მეზობლებს ფანჯრები აქვს ჩალეწილი ჩვენზე აღარ მაქვს საუბარი ჩვენ საერთოდ ყველაფერი დალეწილია მაგრამ ეს ყველაფერი არის დალეწილი ამ დროს ისა კი ბატონო კი ბატონო განსწორეთ კადრი ლაშა შეროზიას ველაპარაკებით რომელიც იყო სწორედ ის პირი ვინც რეკავდა შესაბამის სამსახურებში და ითხოვდა რეაგირებას და დავრეკე 2 ადამიანი იყო მოსული და ჩანაწერი ექნებათ მაგათ რომ დავრეკე ძალიან აღშფოთებულმა აქ ძალიან ბევრი ხალხი იყო და ვუთხარი რომ ყველა შეკრიბეთ და მოდით იმიტომ რომ ფაქტია მეორე აფეთქება მოხდა უფრო ძლიერი და კაცმა არ იცის გაყოლებაზე კიდევ რა უბედურება შეიძლება მოხდეს იმიტომ რომ აქ გამოსაკვლევია და ამას ველოდებით აუცილებლად TBC ენერჯიისგან თუ თბილისი ენერჯიისგან მილი რომელიც გადის მისი რა ქვია კასაკანალიზაციო ჭაში რომელიც იყო გაუქმებული იქიდან არის შემოჟონილი საძირკველში კომერციული ფაქტის საძირკველში რის გამოც დაგროვდა და იფეთქა ბოლო 2 დღეზე არის ეს საუბარი ხვდებით ეს არ არის რაღაცა პერიოდის მანძილზე ჩვენ სულ გზნობდით თუ არ გზნობდით არ არის ეს ესეთი ისა მიხვდით რასაც ისინი ამბობენ ხო კარგად შესასწავლია პირველ რიგში უნდა მობრძანდნენ, უნდა შეისწავლონ ადგილზე, იქ ნახე რომ თქვენს დანგრეულია და რაღაცა ჯერ ჩვენ არ შეგვიძლია შესვლა. კი ბატონო, ეხლა
გამგეობა მოსულია მაქსიმალურად ცდილობს აი გააკეთოს. დილის კომენტარები რაც ვნახე, იქაც ამას ამბობდნენ მოქალაქეები, რომ მივიდნენ, მაგრამ აი აკვირდებოდნენ ამ პროცესს. ანუ ეს რამდენად თქვენ აი რეალურად რა მოლოდინი გაქვთ აქედან, აი რა სიტხოვთ და რა პროცესი მიდის ახლა ადგილზე? აი ამ წუთას ამაზე რისი თქმა ამ წუთას მიდის პროცესი, რომ ნაძალადევის გამგეობა არის მობილიზებული და ცდილობენ დაასუფთავონ და დემონტაჟი მოახდინონ. შემდეგ უნდა აღირიცოს ყველაფერი და უნდა შეფასდეს და აუცილებლად პირველ რიგში რაც ჩვენ გვინდა თბილისი ენერჯიმ აუცილებლად უნდა შეაფასოს ეს რეალობა, რა რეალობაც იყო, იმიტომ რომ იქ თვითნებურად გაკეთებული ის გაკეთებული ხალხო მოდი ჩვენ მოგმართეთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს უკვე შემდგომი ამბავია. ეს უკვე შემდგომი ამბავია. ბოდის ვიხდი. ეს უკვე შემდგომი ამბავია, როცა უკვე რაღაცა გარკვეული იქნება. ხვდებით, ეხლა არაფერი არ არის გარკვეული. ეხლა გვჭირდება ჩვენ მაქსიმალური ყურადღება. კეთილი უნდა ინებოს ყველამ და მობრძანდეს, თბილისი ენერჯი იქნება თუ რა, მობრძანდეს და ადგილზე შეაფასოს, იმიტომ რომ ზარალი არის უდიდესი. მორალურ ზარალზე აღარ მაქვს ლაპარაკი და ის შიში რაც ჩვენ გამოვიარეთ, ამაზე აღარ მაქვს ლაპარაკი და მთელი უბანი რო შეშინებულია. ამაზე აღარ მაქვს საუბარი. საიდან გაჩნდა ეს გაზი? რატომ მაინც და მაინც ქვევიდა, როცა ამდენი წლის მანძილზე ეს პრობლემა არ იყო? ზემოდან გადაყვანილი გაზი პლუს ქვემოდან ძველი. ჩვენი ვარაუდი ეს არის ყოველ შემთხვევაში. დიდი მადლობა. და მათ შორის კიდევ კი ბატონო, დიდი მადლობა ლაშა, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენა.